ეთერდა მზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმად სამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობების თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა მილოცვებით. ამ კვირაში დაბადების დღე ჰქონდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 58 წლის გახდა. მე მინდა ბატონ ბიძინას მიულოცო 58 წლის თავი და კიდევ ერთ 41-ს ვუსურვებ. სხვათა შორის საჩუქარზე ბევრი არ მიფიქრია, ფული მივეცი და რაც უნდა იყიდოს. კიდევ ერთი მილოცვა გავიგე, რომ შეუღლდნენ და შეწყვილდნენ გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა, ულოცავ თქვენი სახელით ამ დაწყვილებას, შეწყვილებას, შეუღლებას, მაგრამ გიორგი, საჩუქრის იმედიც არ გქონდეთ. საჩუქრის არც მიხსენოთ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ უკვე ჩემგან საჩუქარი Range Rover-ი. დიდი ბავშვი რო გეყოლებათ, კიდევ ერთ Range Rover-ს გაჩუქებთ, თქო სათამაშოს მოდელს. გრძელდება მილოცვები. თეატრალურ უნივერსიტეტს ახალი ძველი რექტორი ყავს. აირჩიეს რექტორად ბატონი გიორგი მარგველაშვილი. ულოცავ გიორგი მარგველაშვილს ამ პოსტს. და ვუსურვებ, რომ თავის სეხნია და მოგვარესგან განსხვავებით, არის კიდევ ერთი გიორგი მარგველაშვილი, უფრო ხშირად გამოჩნდეს ხოლმე და რაღაცა გააკეთოს, კაცო, ან სპექტაკლს დაესწროს, ან გარიცხოს ვიღაცა, ან რაღაცნაირად თავი დაგვამახსოვროს. კვლავ მილოცვა, ალბათ ისეთი ყველაზე პომპეზური, ვულოცავ საქართველოს რაგბის ნაკრებს რუსეთთან მორიგ გამარჯვებას. ვინ არიან მართლა მაგარი ბიჭები და მართლა მაგარი სპორტსმენები. სხვათა შორის ამ თამაშის შემდეგ ვენესუელადან დარეკეს საქართველოს საგარეო სამინისტროში. და თქვეს, რომ რას ლაპარაკობთო? უკან მიგვაქო ჩვენი ყველანაირი აღიარებაო, ამ თამაშის მერე რა ჩვენ ვნახეთო, ისე დამაჯერებლად და ისე სასტიკად მოვუგო საქართველოს რუსეთსო, რომ აფხაზეთიდან სამხრეთ ოსეთი კი არა, კრასნოდარიც თქვენიაო. კარგი, მილოცვები მე მგონი მორჩა, ხო? მაგდა ხო არ გამომჩა რაღაც, არა, გმალობთ. ესე იგი, ირაკლი ოქროშვილი გამოჩნდა, ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ მე უნდა ვიყარო კენჭიო ქალაქ გორის მერობაზეო. ხო, წარმოგიდგენიათ, რამდენიმე წელი ადამიანი საფრანგეთში ცხოვრობდა, პარიზში იყო, იქ კრუასანს ჭამდა, შოკმანჟეს, კონიაკს სვავდა, შამპანურს აყოლებდა, შპინატის ღვეზელებს, მაგრამ მაინც კეხურას გემომძლია რა. ცუდი ამბებია ხალხო ჯეოსელში ვამბობენ. არ ვიცი, მაგდა ხო არ გეგიგია შენ, არა გმალობთ. ცუდი ამბებიაო ჯეოსელშიო, შესულა საშემოსავლო სამსახური. მოკლედ რა ხდება იქ არავინ იცის. მე მყავს ერთი ახლობელი მეგობარი, რომელსაც ჯეოსელის ნომერი აქვს, თან იქ მუშაობს. აი ხა შევეცდები რომ დაუკავშირდე და თქვენთან ერთად გავიგოთ რა ხდება ჯეოსელში. ერთი წუთი. თქვენ დაუკავშირდით ჯეოსელს. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. ყველაფერი, რასაც იტყვით, სასამართლოზე შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. კარგი. დღეს არის, მაგდა 23 ფებრვარი, გმადლობთ. დღეს 23 ფებრვარია.
მე მახსოვს სკოლაში რო ვსწავლობდი 23 თებერვალს ჩემი თანაკლასელი გოგოები რაღაც იაფფასიან საჩუქრებს ჩუქლიდნენ ხოლმე. ერთი ახლაც მაქვს. არც ეს რაში უნდა გამოვიყენოთ, მაგდა ხო არის ეს რაში გამოვიყენო, არა გმალობთ. არ ვიცი, და ეს სანამ ჩემი კლასელი გოგონა, რომელმაც ეს მაჩუქა, ახლა სირცხვილით იშმუშნება და სანამ გუფი ფიქრობს, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს მომავალში და სანამ მაგდა ფიქრობს, როგორ მაჩუქოს ძვირად ღირებული საჩუქარი, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ისევის ბიჭია, ხუჭუჭა, პატარა აღარ არის, გაიზარდა და საშუალო სიმაღლის. რუბრიკის სტუმარია უნიჭიერესი მუსიკოსი ლადო ბურდული, გთხოვთ. არასწორად გამოვაცხადე. საშუალო სიმაღლე არა, მაღალი უფრო, იმიტომ რომ შემოხვედი ახლა და ჩემზე მაღალი ხარ შენ და ესე იგი მე ყოფილ ვარ საშუალო სიმაღლის. აი ასეა, ნუ დასწინდი სხვასაო, ეს ძალიან ცუდი რამეა. ეს დაცინო იყო, მე თქვი. არა, დაცინო არ იყო, მაგრამ თვითონ ის იყო, რა ქვია, რუბრიკის სახელი იყო, ვითომ რაღაც სასაცილო მოვიგონეთ. კარგი, მე მაინტერესებს აი მომავალში რა საპირებ, აი 2-20 სიტყვით, იმიტომ რომ მე მართლა მინდა მაყურებელს უთხრა, ტერე მაყურებელს, რომ მართლა ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ შენი და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულ მუსიკას წერ და ემსახურები. აი, რა საპირებ მომავალში, ახლო მომავალში, რამე ახალი არის? ნუ კვარტეტის ალბომი ჩავწერე და 5 წლის წინანდელი რაც უნდა გამეკეთებინა. გამოვიდა უკვე ალბომი? კი, უბრალოდ გამოსული არის, მაგრამ ფართო გაყიდვაში არ არის. ხო და მე რატო არ მომიტანე? აი ეგეთი რაღაცები სულ მოვიწყდება და მასხარას უნდა შეხსინება ჩემთვის ყოველთვის. ან ყველაფერზე მოხარ ვიფიქრე. აი აცი მეორე მოსვლაზე აუცილებლად მოვიდა. რატო არ გამოდიხარ ხშირად, ლადო? რა ვიცი, არ თვლი საჭიროდ რაღაც. სულ პოლიტიკური ღონისძიებები ან პოლიტიკური თუ არ არის, რაღაც ისეთი არის, სადაც ჩემ თავს მე ვერ ვხედავ. და ძირითადად ვარჩევ სოლო პროექტები გავაკეთო, სოლო საღამოები და ისეც რაღაც უფასოდ მეგობრებისთვის. აი ესეთი მუსიკოსები მიყვარს მე, აბა Coldplay-ს რო უნდა მიცე 40 მილიონი. წავიყვანოთ ჩვენთან რა, გუფი. წავიყვანოთ, თან ეს გუჯა ნერვებს მიშლის, აღარ მინდა გუფი როკ-ენ-როლ. და წავიყვანოთ ლადო, გიტარაზეც დაუკრავს და იმღერებს კიდევაც და ეს გუჯა იყოს მერე და მიყუროს. და რო გავტეხო მერე გიტარა შემთხვევით. თქვენ გატეხე გუჯა თავის გიტარას დაგიტოვებს. ოკეი. აი რაღაც დაუშვათ ლადო ბურდულის საღამო ხო არ იგეგმება? იცი აი არა პოლიტიკური, აი გავაკეთოთ ჩვენ დაუშვათ ეხა მე და შენ არ ვიცნობ დიდი ხანი ერთმანეთს, მაგრამ აი მეც შენი მეგობარი ვარ. მომწონს შენი შემოქმედება, გუფის მოწონს. ნუ მაგდამ შენზე რეები ლაპარაკ ამას არ გეტყვი. ხო და აი ეს რო გავაკეთოთ ლადო ბურდულის საღამო პატარა კლუბში, რომ ხალხმა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც აკეთებს ამ მუსიკას. იცი რა არის, როცა უკრავ ცოტა ნაღდ მუსიკას, ნუ რასაც მე ნაღდს ვეძახი, რა თქმა უნდა. ანუ შენ ცხოვრებაზე მღერი ხარ და შენ რაღაცებზე ხო, უფრო ცოტა მეტი არის პულზე. გასაგები. უფრო ხელოვნებაზე და უფრო შენს პირად რაღაცებზე. ეგეთივე ხალხი უნდა იყოს, ვინც ამას მოისმენს და მოეწონება. და ესეთი ხალხი ცოტა არის საქართველოში, ვინც ისე ცხოვრობს, ანუ როგორ აგიხსნა. ვისაც ეს სიმართლეზე მოთხოვნა აქვს. ძირითადად უფრო რაღაც შოკოლადები, ფერადი კონფეტები, ეგეთი რაღაცები უფრო იყიდება. კარგი, დღეს რა შეგვისრულებ? ახლა უსიმღეროთ ხო იცი როგორ წავ? მაგის გიტარას მოგართმევთ, რა თქმა უნდა, გიტარასაც მოგართმევთ, დრამს, რასაც გინდა, რაზეც დაუკრავ, იმას მოგართმევთ. მე უფრო ჟიზნენი სიმღერები მაქვს. აგერ არის გიტარა, ნახე რა, გიტარა დაგახვედრე. აი ეს გადაურჩა შალვანად. აბატონო, ნახე კიდე რა დაგახვედრე? მედიატორი. ნუ ამ სიმღერას უძღვნი ყველა ადამიანს. ეს სიმღერა დავწერე სიყვარულის ანგელოზზე და ყველას გისურვებთ, რომ ეს სიყვარულის ანგელოზი მუდამ თქვენს გვერდზე იყოს და თქვენს ცხოვრებას ალამაზებდეს და აფერადებდეს.
როცა შენს ოთახში ენთება მკრთალი შუქი ეს ნიშნავს რომ დამთავრდა მორიგი დღე როცა შენ მიღებ ხურმილს დაგრებ ნომრებს ეს ნიშნავს რომ შენ სიყვარულს ეძებ შენ სიყვარულს ეძებ Botan tu sarkisin dumare Mevxedav da gutbu xolodas Gavidan drum magram ufro zvera daento Izgansta romelit shen dante Si varuli Angeloso Sigualis Angeloso Sigualis Angeloso Zogjer chems gverdit hara Magram udam ghmada se chemshi Sremleb shesluis ghimili Zamtars gazamkhuli da mere pirikitiso Dautsebe es ყველაფერი კარგავს ასე თავის აზრს Darchები მხოლოდ შენ ერთადერთი სიყვარული Shem's gverdit hara Magram udam ghmad ase chemshi მე კი შეგახსენებთ რომ ღამის შოუს მუსიკალურად აფორმებს არაჩვეულებრივი ბენდი გუფილენდი მივესალმოთ გამარჯობა ოთარ გამარჯობა ნოე მოიცა იატაკი რო არ დამისვარო, ამიტომ გაიხადე და ისე შემოხვედი, ხო კოჩა? არა, ოთარ, მე ხო უმუშევარი დავჭი და გამიჭირდა ძალიან დავყიდი. ან ცulis სამცალ კატლეტში. აი, შესაძლოა, ვასე ძალიან გაგიჭირდა? კი, ოთარ, ისე გამიჭირდა, ერთ 100 ლარს თუ მომცემ, თავს ჩამოვიხჭო. თავის ჩამოხჭობას თუ აპირებ 100 ლარი რადგინდა, ვერა ხარ შენ? ხო გითხარი ოთარ ძალიან მიჭირს თქო და თოკი ხო უნდა ვიყიდო იქ სკამი ხერაზე ჩამოვაბავ და 1000 რამ თავის მოკლე ესე ადვილი კი არა მომისმინე შენ მაქსისულელებზე ფიქრს გირჩევნია რამე სამსახურზე იფიქრო და მუშაობა დაიწყო მუშაობდი დეგუსტატორად და დავანებე თავი რატო დალევა არ გიყვარს არა დალევა კი მიყვარს მაგრამ არევა არ მიყვარს ოთარ თეთრი შავი მშრალი თუ სულ ერთი დალი მიყევი ბოლომდე ხო აი როგორი სამსახური მინდა იცი? ცოტა საქმე რომ მქონდეს და მაღალი ხელფასი. მასეთი სამსახური ერთი იყო და წარადგინა უკვე ბიძინა მარგველაშვილი. არა უშავს. ერთი ვიცი კიდე, აი იქ თუ დავიწყე მუშაობა შენ აგისრულებ ოცნებას ოთარ და Range Rover-ზე დაგსვა. ვა, მანქანას მიყიდი? არა, მძღოლა დაგიყვან. მოიცა ასეთი რა სამსახურია Range Rover-ს რო ყიდულობ და მძღოლა დაგყავა ერთი. არაფერი, ისეთი ადვილი სამსახურია. ზიხარ მთელი თვე და თვის ბოლოს ხელფას გაძლევ. პარლამენტი. არა, ბენზინკალონკა. ეხა ბენზინი ისე გაძვირდა, არავინ არ მოვა ჩასასხველად და ვიჯდები იქ და თვის ბოლოს კი მომცემენ ხელფას. კარგი. მაშინ ჭასე მოვილაპარაკოთ. პირველი ხელფასი რო ჩაგერიცხება, იკისრე რა. არ გირჩევოთ. ხანდახან ცუდი სიმთვრალე მაქვს. ხანდახან რას ნიშნავს? აი, როცა ჩემი ფულით გისრულობ მაშინ. კარგი. სამსახურს ხო ეძებ? აი, მაიმუნობის გარდა, მთელი ცხოვრება რომ მაიმუნობ.
აი მაგის გარდა რა შეგიძლია? ყველაფერი ოთარ. ლექსებსაც წერ ამ ბოლო დროს. აი ნახე, ოთარ. ოთარ, ჩემო ოთარ. მეწოდები მარტო რო ხარ. სულ ყველამ რო დაგივიწყოს, იცოდე რომ მე მახსოვ ხარ. მაგრა უჭირს ამას. კარგი. დამთხევაა, იცი როგორი, მეც მაქვს ლექსი. ვა, შენთვის. კი. ნაზი გოგო. მოკლე კაბით. ძალიან ფოე. სტაიანშიკს ეძახო და ოე! ბიჭმა უცებ მიირბინა. შევხედე და ნოე. კარგი ლექსია ოთარ, მომეწონა, მაგრამ სტაიანშიკობას მირჩევნია რაღაცა განცხადებას ვნახავ აქ რამის, იქნებ ნორმალური ვიყო. ხო, აი, ერთი ნახე. ღრმად მოხუცებულ, რთული ხასიათების მქონე ადამიანს ესაჭიროება მომვლელი. ეხა იქ შენი დაწერილი თუ ოთარ ტყუილე არ დამარეკია. მომისმინე. მაიმუნობ რაღაცას, მაგას ჯობია რომ ბავშვის მოვლა დაიწყო. ბავშვის მოვლელად მუშაობდი მე. მე ერთხელ ბავშვი ხარი შეჩემაალა თქვა. და შობლება გამომაგდეს. შეჩემაალა თუ უთხარი, ბავშვი და უზდელურ სიტყვებს ასწავლიდი, გამოგაგდებდნენ შობლები, აბა რას იზავდნენ? ვერ მიმიხდი ოთარ. პირიქით უზდელობას კი აი ბავშვი მეძახდა თვითონ შეჩემაო. ხო და მე უთხარი შეჩემაალა არ თქვა ჯუდი სიტყვაათო. მომეცი აგე გაზეთი. მომეცი. უკუღმა კითხულობდი კაცო. აჰა, შვენიერი განცხადებაა. გვესაჭიროება ნიჭიერი. ქუთაისელი, ახალგაზრდა მსახიობი. აი ოთარ, აი. სერიალიდან გამოგდებული აფერისტი. უი ოთარ, უი. არა რა, მე საქართველოში როგორც მსახიობი არ დამაფასეს. კი. ამიტომ სადაც დამაფასებენ, იქ წავალ. ეხლა ველოდები ზას. კი, ჰოლივუდში. არა. მაშინ ბოლივუდში. არა, დაიცა? რეკა. თამამ. საღლუმ ბალე საღლუმ. გორჯესტან. კარგია. თურქული სერიალი კარგია სხვათა შორის და ფანიც მყავს მე აქ თურქული სერიალების მაგდა ფასაძე. კი, გიждდება თურქულ სერიალებზე, მაგრამ ბიჭო რა არის ცი? ერთი პრობლემა აქვს ამ თურქულ სერიალს. უდროს გადის, არასწორად გადის ხო. აი ნახე როგორ არის. იმ დღეს დილას ჩავრთე ტელევიზორი. დილას. და გადიოდა თამრიკო ჭოხონელიძის საღამო. და მე საღამოს ჩავრთე ტელევიზორი და გადიოდა ქალბატონი დილა. ხო და რაინაირად არის ეს არ ვიცი. არ ვიცი ოთარ, თუ აქ თურქულ სერიალებში არ გამომევიდა არაფერი, აი ერთი კარგი განცხადება მაქვს აქ მონიშნული კიდე. ხო და აი აქ დავრეკავ. ადვილი საქმეა და თან საკმაოდ დიდი ანაზღაურება. ეხლა სანამ სამუშაო საათებს მორჩებიან, ბარემ გავალ მე აქ. დაველაპარაკები ავტობუსით ან მეტროთი კი მივასწრებ მანამდე. და იქნება ამის გაყიდვაც არ დამჭირდეს. კაი, ოთარ და? კაი. ამაზე თქვა, ხო? აჰა. ალო? განცხადების თაობაზე ვრეკავ გენაცვალე. დიახ. ვაკანტურია. დიახ. კი ბატონო, 5 წუთში მივალ, ხო? 3 წუთში მანქანი თქვენთან ვარ. კი ბატონო, მოვდივარ. გადაცემის შემდეგი რუბრიკა, გადაცემის ძალიან საინტერესო რუბრიკა გვაქვს, რომელსაც ეწოდება ძალა აღმართს და რუს ეცხნავს. პირდაპირ და გადატანითი მშვიდობითაც. რუბრიკის სტუმრები არიან ჩვენი სახელოვანი მორაგბეები. მივესალმოთ.
ჩვენი აპლოდისმენტები, მე მგონი მაგდაც კი უყურებს რაგბის, ისე უკრავს და ხო უყურებ რაგბის მაგდა? კი, უყურებს. აი, ძლივს რაღაცაში დამეთანხმა. მერაბ კვირიკაშვილი, მეკო ჩვენი ასე ვთქვათ, დამრტყმელი რო ვთქვა, ხო შეიძლება თუ ძალიან შორს ვიქნები სინამდვილისგან. დამრტყმელი, ხო, რომელიც გარდასახვებს და ჯარიმებს იტანს ხოლმე. ირაკლი მაჩხანელი, დღევანდელი კაპიტანი ჩვენი ნაკრების არაჩვეულებრივი მორაგბე, ირაკლი აბუსერიძე. ირაკლი არის ყოფილი კაპიტანი და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ირაკლი საქართველოს ნაკრების კაპიტანი. პრინციპში მის კაპიტნობაზე მოდის ეს ჩვენი აღმასვლა, ხო? მეთანხმებით სოფლიო ჩემპიონატებზე გასვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს თუ ვაცდები ირაკლი არის გუნდის დირექტორი, სპორტული დირექტორი. და გიორგი ჩხაიძე მორკინალი. ჩვენი ნაკრების მორკინალი. და ხშირ შემთხვევაში ვიცე-კაპიტანი. იშვიათ შემთხვევაში ვინ არის ხოლმე? მორკინალი. და იშვიათ შემთხვევაში კაპიტანი ვინ არის? ნახე როგორ შემოგიბრუნე. იშვიათ შემთხვევაში კაპიტანი არ მყავს. მორკინალი. პასუხი არა გაქვს. ხახე შენ ეს ის ხوار გონია რა ქვია, გარდასახვების დარტყმა. ეგ მგონია. კარგი, მოკლედ გილოცავთ კიდევ ერთხელ მორიგ გამარჯვებას. უკვე რა არის, უკვე აღარ მიხარია რა. ისეთი გახდა ტრადიციული. ეგრე ხართ, მიეჩვიეთ. არა უშავს, ეხლა ინფორმაცია მაქვს მე, რომ მომავალი წლიდან თქვენი მწვრთნელი ქეცბაია იქნება და მე მოგიწევთ ესე რთული პერიოდი დაგიდგებათ. კარგი, 16 ერთის წინააღმდეგ არის? თუ როგორ არის რუსეთთან ანგარიში? აღარ მახსოვს უკვე ამები. 17 ერთი ფრე იყო, ხო? ანუ ფრეს თავი დავანებოთ 17-ით 1. იგებთ თქვენ, ანუ როგორც მე უგებ ვალიკოს დომინოში. დაახლოებით ასეთია. კარგი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ასევე გახვედით თქვენ სოფლიო ჩემპიონატზე. მოხვდით, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი რომელ ჯგუფში. ხო, იმიტომ რომ ეს გასაკვირია ხა. ხო, ან მეორეზე. აი, ორი სიტყვით გითხარით თქვენ თვითონ რომ დაუშვათ პირველ ადგილზე რომ გავალთ, ხვდებით შედარებით უკეთეს ჯგუფშიო და რა ხდება, აი მომიყევით რა. თქვენც ისაუბრეთ ახლა თუ გავალთ პირველ ადგილზე ჩვენ ჯგუფში, მოხვდებით ზელანდიის ჯგუფში და უფრო მეტი შანსები გვექნება რომ მოვიგოთ ორი თამაში იქნება ტონგა, არგენტინა თუ არ ვცდები და ნამიბიის და ერთი კიდე რეპეშაჟისტი მე მგონი. აჰა. და დიდი შანსები გვაქვს და ორი თამაში მოვიგოთ. ანუ შეიძლება მოვუგოთ ტონგას და ნუ ნამიბიას გასაგები. ყოველი შემთხვევისთვის ამბიცია გვაქვს ამისთვის და წინასწარ პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. სამოა ბევრად ძლიერია ტონგაზე. კი, ძლიერი გუნდია სტატისტიკურად. სამოას თუ მოვუგეთ, ტონგას რატომ ვერ მოვუგოთ? კი, ხო, მაგრამ არის იქ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები. აი, აბურა სიტყვის. ძალიან რთული იქნება და ეხა სამი მსოფლიო ვითამაში და თითო თამაშს ვიგებდი და ამიტომ ეხა მიზნად გვაქვს დასახული რომ ორი თამაში მოვიგოთ. ეხა დანარჩენი მოედანზე გადაწყდება ყველაფერი. რა თქმა უნდა. ზელანდიასთან მე მაქვს რეცეპტი. აი, გაგიკვირდებათ და ზელანდიის დამარცხების რეცეპტი მაქვს მე. იმიტომ რომ თქვენი მწვრთნელი ახალზელანდიელია და ის თავისიანებს არ მოუგებს. გამორიცხული. ლოგიკურია. გამორიცხულია და მე მაქვს რეცეპტი. მაგათ ჰაკა ხო აქვთ? კი. ეს თავისი მისალმება ხო რომ გებიან და ვითომ რომ ვითომ არა, ყველაზე პოპულარული ჰაკი. არის მაინც რაღაც ფსიქოლოგიური, სამოასაც აქვს ხო დაახლოებით ეგ. კი, კონძოლელებს აქვს. აი, რაღაცას მოქმედებს თქვენზე თუ არა? კი. უფრო ბრძოლის ჟინს უფრო აღვივებს მოწინააღმდეგეში რა და რა თქმა უნდა ისინი რო აკეთებენ იმათაც ანალოგიური мотиваცია ემატებათ. მე გთავაზობთ როგორ დავცეთ ფსიქოლოგიურად ახალი ზელანდიის ვასწავლე გისმენთ თელი გულის ხურით. მათი ჰაკას შემდეგ თქვენი მხრიდან გამოვიდეს გია სურამელაშვილი. იცეკვოს ჩა-ჩა-ჩა. და შერკინებაშიც გამოვიყენოთ. გია 60 კილო მარტო ოქროკიდია. და წონას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგის ადგილიდან დაძვრა. აი აბუმ მაგალითად სპორტულმა დირექტორმა უთხრას გიას მაგალითად პირივეპუ ხო არის მაგათი გამთამაშებელი ხო? აი უთხრას პირივეპუზე რომ სუფთა ოქროა ეს ბიჭიო და ეგრევე მოიგდებს კისერს. ასეც ხო
არ ვიცი, მაგდა მეთანხმები ხო? გმადლობთ. მეორედ დაგეთანხმავ. მეორედ დამეთანხმა დღეს. ეს თქვენი დამსახურებაა, თორე არ მეთანხმება ხოლმე. კარგი, მე მაინტერესებს, აი ვის ვკითხო, მოდი ახლა გიორგის ვკითხოთ. ბევრი რამე შეიცვალა ამ ახალი მწვრთნელის მოყვანით ჩვენ ნაკრებში. ანუ აი განსხვავდება დაუშვათ, მე არ მახსოვს, შენ კლოცორელის დროს ხო იყავი ნაკრებში? აი ძალიან განსხვავებულია ხო სტილი კუნძულელების დაუშვათ იგივე ზელანდია და აი ევროპული მის მერე რაგბში ბევრი რამე შეიცვალა. ზოგადად რაგბში, ხო? აიზარდა კი, ეხლა თამაში სხვანაირად მინდის. სნელი ასთავარია ახალი როგორ თქვა, გემით. სტილს. ტაქტიკური ცვლილებები შემოიტანა და ცდილობს რომ წინ წავიწიოთ მაგ ხრივ რომ რაღაცნაირად დაგვეხმაროს უფრო ეს ღია თამაში და რაღაც სუქთავაზობს ამას ყველაფერს რა. აჰა, კარგი. ჰავა შემოიტანა ახალი. რა შემოიტანა? ჰავა. ახალზელანდიური. კი, იქიდან წამოიღო. აი, რამდენი წელი იყავი კაპიტანი ზუსტად? 7. 7 წელი. და ახლა ირაკლი არის პირველი წელი, ხო? თუ მეორე? შარშაბელს თუ არ ჩავთვლით? პირველი წელი. კარგი. მე მახსოვს ტრაბზონის თამაში. მე მგონი ეს დაუვიწყარი თამაში იყო რუსეთთან, ტრაბზონში რო ვეთამაშეთ, რუსეთის ნაკრებს, იქ ვიყავი მე და ისეთ ბედნიერი ვიყავი თურქეთის მიწაზე ამ გამარჯვებით, რომ დავიწყე თურქული სერიალების ყურება. არა მარტო შენ. არა მარტო მე, შენც უყურე? მართლა? რომელი სერიალი? მართლა არა უყურე. ვიცი, რა რომელი მიყვარს? რებიო. ვინა? რა რომელი სერიალები? რა თქვი სახელი? არ ვიცი. ადვილი დასამახსოვრებელია. სულ ქართული სახელები აქვს. დილა, სილა. უადვილეს და აკრძალული სიყვარული. მაგი ვერ გავიდი, აი ეგ ვერ გავიდი ნამდვილად. სასწაული სერიალია, ერთ ბიჭს უყვარს ბიცოლამისი. და დაათრევს ასე ხან ბოდრუმში და ხან ანტალიაში. კარგი. აი თავისუფალ დროს, აი თქვენი ჰობი რა არის? ძალიან მაინტერესებს. ანუ რითი ერთობით? შეკრებას გულისხმობ თუ რაგბის გარეთ კითხულობ? რაგბის გარეთ. აი რაგბის გარეთ მაგალითად რისი კეთება გიყვართ ყველაზე ძალიან? შეკრებაზე მიდის დომინო. დომინო. ანუ მედავალიკოს ვარიანტია რა? პარაზე შეგვიძლია ვითამაშო. ვინ არის ყველაზე მაგარი პარა? ეხლა პარას ვერ, მაგრამ მიქაუტაძე ყავს კოტე, რომელიც ყველას უგებს თითქმის. აჰა. სუიგზის და აქტიური მოთამაშე. როგორ თამაშობს იცი? ანუ ქვებს ხო იღებს? არ ჭირდება ბოლომდე აღება, ესე უჭიროს ეს. ესე უყუროს. და მე დადებს და ყველა იცის. გამახსოვრებული აქვს და ვინც რამეზე თამაშობთ ხოლმე? კი, ძირითადად რაღაცაზე ვთამაშობთ რა. ინტერესი არის. იქნება რაღაც ესეთი რა. ხილი. კი. აი, ჯამთელი ხალხი, რომ მომკალი ამ ლუდისმით გუფი. ყველაფერს და ლუდზე ვითამაშოთ. ხო შეიძლება გერ ხილზე თამაში. წავაგებ მოგიტან ხალს. ჩვენ ლუდზე არ თამაშობთ, იმიტომ რომ სისტემატიურად ვსვავთ და ნუ თქვენ მესამე ტაიმი ხო ლუდის არის. კარგი. შენთან მაგ შეკითხვა. ხო, პირადად შენთან. შენ რაგბის წესები არ იცი ხო? სამწუხარო და არ ვიცი. სწავლობს ახლა. რა იყო ამერიკასთან დროზე ადრე რო გადააგდე ის ბურთი? ამერიკის მე ავიღეს წიგნი და დავიწყეს კითხვა, რომ ეს წესები. შეგეტყო სამოასთან მოვიგეთ. აი მე აბუს ვინავ კითხო, ირაკლი რა მოხდა მაშინ? ანუ დრო ვერ დაინახა, საჯმა არ თქვა, ან რაღაც აი გული თუ არ გამისკდებოდა, ხო გახსოვთ რომელ თამაშზე ვამბობ? მოგებული თამაში ამერიკასთან. აი რა მოხდა? ეხლა კომიკურად კარგია ვიცინით, მაგრამ რეალურად რა მოხდა? იმიტომ რომ ტაბლოზე ხა დრო არ ჩერდება, მსაჯი როცა თამაშის დროს რაღაც ტრამა, რაღაცა რომ არ ჩერდება იქ და ჩვენ მწვრთნელებს უცხოელებს ეგონათ რომ ის დრო უკვე გასული იყო და ამიტომ დაიძახეს რომ გადააგდეთ ბურთით რო დამორჩენილიაო და არა და ჩვენ კაპიტანს მაშინ მამუკა იყო, უკვე ნაკითხი ქონდა მსაჯთან და უთხრა რომ 4 წუთი დარჩენილიაო. ამათო მაინც მეკოს დაუძახეს იქ. მეკომაც გადააგდო. გაუგებრება. მეტი რა უნდა და ამას დაუძახე გადააგდო. არ ხდება რომ წავაგო რა, არ ხდება.
და ხდება ხოლმე რომ აი მართლა ეხმარებიან. ყველაზე მაგარი ეს მომენტი იყო რომ გადავაგდეთ და კი მორჩა. მეორე თამაში მოვიგეთ კანადასთან ომის. კი არ მორჩა დაიწყო თურმე. წამოიღეს და თურმე დაიწყო ჩვენი წაგება. აი არა უშავს. ფაქტიურად ეს ნუ გავა. 60-ას მერე რეიტინგმა ხო აიწია ჩვენმა. ცოტათი. მაინც ცოტათი, ამდენი ვეჭიდავთ, მაინც ცოტათი. მართლა ეხმარებიან რეიტინგში უფრო მაღალ საფეხურზე მდგარ გუნდებს, აი ტესტ მატჩებშიც ეხმარებიან საჯები, სოფლიოზე რო ეხმარებიან, ორი აზრი არ არის. ტესტ მატჩებშიც ეხმარებიან ხოლმე? საჯები? საჯები, ხო. რა თქმა უნდა. კი, რაღაც ცირადი უპირატესობა აქვთ. აქვთ. ომა ესეთი აშკარა რაღაც არ ხდება რომ ეს დაჩაგრული, მაგრამ რაღაც პატარა უპირატესობები აქვთ დიდ გუნდებს. მაინც არის. კი, კი. ოლიმპიადას თუ უყურებთ? სამწუხაროდ მე ვერ უყურებ, იმიტომ რომ გრაფიკი გვაქვს ისეთი რომ ვარჯიშები მეთქვა. სამწუხაროდ ვერ უყურებ თუ სამწუხაროდ ვერ უყურებ? ორივე შემთხვევაში შეიძლება. ორივე შემთხვევაში. ხო არის 15 კაცა რაგბი, არის 13 კაცა რაგბი, რაგბი ლიგა, ხო? არის 7 კაცა, ქვიშის რაგბი, თოვლის რაგბიც იყო. იმ დღეს ნახე, რომელიღაც არაზე, აი თოვლის რაგბს თუ დაამატებენ ზამთრის ოლიმპიადაზე, გვაქვს მედლების შანსი. სხვანაირად არა, მაშინ უნდა მიცენ მედლები პირველ 3 ეულს კი არა, პირველ 54 ეულს. აი მაგარი ან ის ვინც დაუშვათ ფინიშამდე ფეხით ჩამოვიდა. აი ახლა ჩვენი ორი სამთო მოთხილამურე გოგომ დაამთავრა ნინო ციკლაურმა 54 ადგილი დაიკავა და ამაყად ბრუნდება. ორივე ბიჭი ჩვენი რომ დაიწყეს ასპარეზობა და ვერ ჩამოვიდნენ ფინიშამდე, ვერ დაასრულეს. დაბრუნდებიან საქართველოში, ჯერ ეძებენ გზაზე. და მერე წამოვლენ საქართველოში და თუ გზაში კიდე რაღაცა არ მოხდა და მოაგნეს ქვეყანას, ჩამოვლენ. და ამაზე იყო ატეხილი ამბავი წავიდეთ თუ არაო. კარგი. მთავარია მონაწილეობა. მთავარია მონაწილეობა. კარგი. ახლა მე თქვენთან თხოვნა მაქვს, რომ მე არ მეღირსა და არ დამნიშნეს ჯანდაცვის მინისტრად. აში კი არა უნდა გეტირათ, კაცო. ხო და ნაკრებში, რაგბის ნაკრებში ექიმად რო ამიყვანოთ შეიძლება. დააგვიანე უკვე, ყავს საკმაოდ ამბიციური ექიმი. როგორი? ამბიციური ექიმი. მე სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. თქვენი ამბიციური ექიმი აი აქ მელოდება კულისებში და თუ გინდათ შემოვიყვან, თუ არა იყოს. სიამოვნებით. ნაკრების ექიმი გიორგი ჭუმბურიძე. გიორგი ჭუმბურიძე გახლავთ რაგბის ფედერაციის მთავარი ექიმი ხო ბატონო გიორგი და ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი თუ მე ვილაპარაკო თუ თქვენი თვით თქვენი ლაპარაკით მე ვილაპარაკე კი ბატონო გიორგი თვითონ ყოფილი მორაგბეა რა ვიცი ასე ამბობს თამაშობდიო მე არ მინახავს სიმართლე გითხრათ მაგრამ ის მაისურებით კი დადიოდა სურაგს გახსოვს ავსტრალიის ნაკრების მაისური რო ჩამოგიტანე ესე იგი შენ დადიოდი მაისურებით არა მე მორაგბე ვიყავი ხა ამათი დონის არ ყოფილვარ ესე ჩემთვის მოყევი ხა შენ როგორ მოხდი ამ გუნდში მე ხალხს ვეტყვი რომ გიორგი არის ექიმი ტრავმატოლოგი ქირურგი აქტიური ქირურგია დაბრუნდა გერმანიიდან გერმანიაში მოღვაწეობდა იქ ისწავლა ყველაფერი და მოკლედ აქტიური ქირურგი რაგბის ნაკრების ექიმი რა გინდა მეტი ხელფასი კაი გაქვს სად ქირურგიაში არ უჩივი აკა არც აქუჩი ფათაშორის ეგ შევამჩნიე მე რო არ უჩივის აქ ხო პორტუგალიაში რო ვიყავით ეს რაღაც პატარა პრობლემა მქონდა თითთან რაღაც დაკავშირებით ნუ გასაჭრელი იყო და გავჭრათ მეთქი ნუ საჭიროა გავჭრათ გააჭრა წამოვიდა სისხლი და რო დაინახა ეს სისხლი უყურებს სისხლი როგორ მომნატრევიაო და უფრო გაჭრა მაშინ ვიფიქრე როგორი თავისუფლადაა ხედავთ აი იქ არ კონდეს სამსახური აქ მაინც ექნება და მე იძახდა რომ სისხლი და როდის ჩავა საქართველოში და
აქ პაციენტები ელოდებია, ხო? კარგი, როგორ მოხვდი ნაკრებში მოყევი? არ ვიცი, რაღაც ის მე როგორც ვიცი, სოფლიო რაგბის კავშირიდან, ფედერაციიდან როგორც იერბედან იყო რაღაც ესეთი რო სამედიცინო სამსახური აწყობილი იყო საქართველოში კარგად და იქიდან სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული აქ ექიმებს ესაუბრებოდნენ. მე რა მეგონა ყველაფერი საწყობაზე შენ რატო დაგიძახეს? ტრავმატოლოგიის საწყობა უნდა შემოიყვანეს გერმანიიდან. ახლა რაგბის კავშირის სპორტული მედიცინის საწყობა შენ ზალოტოვი ასაწყობი და ხო ვერ ამიწყობდი ერთს. კი, კარგი, განაგრძე. შემდეგ ამბიციურია მეთქი თქვათ. ამბიციურია, შენზე იცი რეები იყო. კიდე ყველაფერს არ ვამბობ, გიორგი. არა, მე ხო ვიცი, ჯერმე მეუბნებია ხოლმე სანამ. კარგი. ხო, მოკლედ ესე და მე კავშირიდან მოხდა შემოთავაზება. ხა მიუხედავად იმისა, რომ მე პრაქტიკოსი ექიმი ვარ და საავადმყოფოში ბევრი საქმეა. ერთ რამეს ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა მე ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ეს ბიჭები ჩემთვის არიან გმირები და იგივე რო ცოტა მხიარულად თქვა. ეხლა გავამხიარულებ ნელა-ნელა. გმირები არიან ჩემთვის იმ საქმეს, რასაც აკეთებენ, მე ვთვლი რომ ეს ჩვენი ქვეყნის საქმეა და რა თქმა უნდა უარს ვერ ვიტყოდი. თქვენ სფეროში ხო ეგრეა, გახურება, დაშლა და მერე მიდის ის. კერვა და ასე რა თქმა უნდა. პორტუგალიაში სხვათა შორის ბოლო თითი შემეცოდა ის რაღაცა. თუდად ახსოვს პორტუგალია. გიორგი იყო კავენში კი ასე მანსანკანელი რო ამბობენ და აი მე რო ვახსენე ჩვენი სახელოვანი მომღერალი გია სურამელაშვილი. გიორგი აკეთებდა სურამელაშვილის პაროდიას ხოლმე. როგორ მაინტერესებს მართლა. კი. ეხლა ჩანაწერია ჩვენც, იმიტომ რომ ეხლა რო ვაჩვენო ცოტა ფორმაში ვერ. ეხლა მართლა არ არის ფორმაში. ეხლა თუ გინდა ხადურის პაროდიას გავაკეთე. მე რა ვე. ენდი გიორგი. ხადურის პაროდია. მართალია ხო? ერთი თემას დავასრულებ, რომ მე მინდა ჩემი სიხარული გამოვხატო და პატივისცემა ამ ბიჭების მიმართ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ბიჭების სამსახური, იმიტომ რომ ესენი ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებენ და რაც თავარია, რასაც უყურებ ახლა გარედან რაც ჩანს, გასაგებია ამას ყველა ხედავს. მე უშუალო მონაწილე გავხდი უკვე რამოდენიმე კვირა ამის ყველაფრის შეკრებებზე ამათთან ურთიერთობაში და რაც ყველაზე კარგია და თავარია ამას აკეთებენ მთელი გულით. უნდა ნახოთ როგორ ემზადებიან, ან თუ რაღაცა დაუშვათ ვინმე რომ დაშავდება თამაშში, როგორ განიცდის ამას, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს და თამაშზე არ იყოს, ვერ მიეხმაროს თავის გუნდს. იუმორიც. მოკლედ აღტაცებული ამბიცია. აი, ყვატია. მეკო რა ძნელად ხურდება? ძნელად ხურდება. ძნელად. აი მეკოს მადლობა მინდა. ფსიქოლოგიურად. როგორ ფიქრობს ეს ადამიანი რომ ჩვენ მაღალი რეიტინგი გქონდეს? იუმორით, ბიჭო. იუმორი. კარგი. არა, მართლა ძალიან დაგვეხმარა ბატონი გია. სამედიცინო მხარე იყო ძალიან ისეთ შავდღეში და ახლა ამის მოსვლით მართლა ყველაფერი დაალაგდა და წინ წაიწია. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მაგდა ცხვირს ახოცი მომეც. ჩემ გიორგიზე ამბობენ. მაინც გატირეთ, ხო? მაინც მატირეთ. ჩემ გიორგიზე. კარგი. ერთი რუსია ზამასკაში ვარო. ესე ტერმინი აქვს რა. ზამასკა რისი. ზამასკა, ანუ ნიღბის უკან ვარო. ხოდა. მოკლედ შერკინება მე ფული გადამიხადა რომ ჩემ გუნდში იყავიო და მე კი ვიცი რომ პატრიოტიზმი რაღაცა, მაგრამ ფული მაინც მიყვარს ძალიან. ხო და აი ჩვენი ბენდი და ჩვენი შერკინება იქნება. მე ვიქნები ის ბურთს რო აგდებს და მე ტრაქზე რო უტყავს ხოლმე. ანუ რომელი იქნება? ბურთს რო აგდებს თუ ტრაქზე? ორივე მე ვიქნები. ხო და მოდი აბა დავდგეთ შერკინებაში თქვენ და ჩვენ. ანუ მე საიდგევარ. შენ იქით გახარ. ჩვენ ერთ კაც გამოუშვით ყველას ეყოფა. არა, ეს თქვენთან ერთად იყოს. აი რა ვიცი, ეხლა იყოს აბუმწვრთნელი. აბუ 9 ნომერი იყო და თვითონ შეაგდებს ბურთს და ტრაქტორს. ჩემი შერკინებაა და აბუ თქვენიანია და რატო არ იცით ეს წესები გამაგები? ბურთი გადაუვარდა წინ მაჩხანელს. არა მგონია. და ჩვენი ეს ასე მოვიდა მსაჯი. მიდი და მე ასე გააკეთე.
მოდი საშა, მოდი. მოდი, ნუ გეშინია. ავის გუშინ დიდგულზე იყავი. ტაში არ უნდა აქ? არის. მარტო მოხვედი? მოდით, მოდით. ნიკო, მოდი. მოდით, მოდით. გუფი, მოდი. თქვენ იქნებით პირველი ხარ. თქვენ იქნებით მეორე, დაიხარეთ მუხლზე, თავი აქ შეყავი. რაკენიო რა უნდა? შეცხოვიცო. ხელი გამოუყარე. ხელი ქვემოდან ამოუყარე. აი ეგ. მან და არა ბიჭო. არა, ეგრეა, მეორე ხაზი შორზე. ეგრეა, მიდი, ეგრე ყოფილი. რაღაცა. აბა, ხوار შეგეშინდა. წავედი. აბა, დაადექით. ოიდა. აბა რამდენი ხარ? შენ ასე რატო შვებია ხო? ასე. ეგ არის საჯის წესი არის ესეთი რომ ერთმანეთს აფრთხილებენ სანამ შევლენ. მოემზადონ. ოკეი. ვიხარე. ძალიან არ დაარტყა, არ მომიტყვა ძალიან. ჭირდება? შენ ესე გეთებ. შენ 8 ნომერი ხარ და უკან დაუდე. ჩამოიცეთ და ისიც ჩაი. შენ გჭირდება რომ რუსია. წინ. მოდი. ეგრენი ვარ. სოსოს მაგივრა. ირორდა. სოსო, გადადი შენ უკან. არ დამიჩაგროთ ბიჭი. გადაიხი შენ ეს. დაელოდე ბურთი როდის მაჩხო ხელი დაუკეტე. მოდი აბა. შენ რასაკეთებ აბა? მე მოწინააღმდეგე გუნდის 9 ნომერი ეს უკან დავრტყმელია. მე მიცავ? არა. შენ რომ მიდიხარ შეაგდე მოწმობდი რომ ბურთი წაგერო. ოკეი, კაი. ერთ წუთი ისედაც ნაკრულები ვარ. აბა? რაო, შევიდეთ? ეს რა ხო ტაჩ? და შევიდე. რა უნდა გააკეთო და ტრუბაზე დაუკრა, მიდი. მიდი აბა. ეი, შედი. აბა, წავიდა. გაწექი. ახე ბიჭო, რა ძერია, ბიჭო. მიდი, დავაი. არა. ასე არაფერი არ გამოვა. ასე არა. ცოტა მიაწექი, ძალა გვაკლია. ვალიკო! მოდი. აი სადღა. პერსპექტიული 78-იანია 1800. გადაგი. აი გუფი გეტყვის. მიდი. მოდი. ტრაუმის გარეშე არ დამთავრდება. ექიმი ყავს, ნერვიულში. ესე იგი მე ვაგორებ. ყველაფერი შეიძლება მშვიდობიანად გადავწყვიტოთ სადმე, რესტორანში. მოდი არა ვალიკოს უნდა შერგინება, მიდი. ვიდა ბურთი გამომიგდეთ უკან. მე ავიღებ და დავარტყავ გადავაგდე. ისე უნდა ბურთი უკან გამოვაგდე. ვალიკოს. აბა წავიდა. კაც დავიჭა. უკან გამოვაგდე. გამოვაგდე. აი რა არის? კითხავ. როგორ კრუსოლებდი? ნახევარი გუნდი მცემე. გეზმოდა. ვაი დედა. კაი, ბურთი კი არის. დიდი მადლობა. არ მოვიდა ჩემამდე ბურთი. კარგი, ვალიკო, ხო გინდოდა ბიჭების გაცნობა, აი, ჩვენი რაგბისტები, გენაცვალე შენ. ვალიკო, კარგათი. არა, მოკლედ. აჯერა. მაჩხო ტელეგრამი არზე გიგ. მოკლედ რა გამოვიდა ახლა ჩვენ წავაგეთ, ხო? გაკურაჯობია. მოკლედ, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ, გამარჯვება. მინდა მადლობა მოგახსენოთ, გადაღლილები ხართ. მაინც გამონახეთ დრო რომ მოხვედით. ხა გიორგისი არ მიკვირს, ჩემი სტუდენტობის მეგობარია და თან ცოტა ისეთია, მოცლილია ხოლმე კვირაობით. მოკლედ, დიდი მადლობა, მართლა საამაყო ხალხი ხართ. მე რა ვიცი, აბუს თხოვ რომ მასწავლოს დღეს, კარგად რომ შემეგდო, შეიძლება ჩვენი ყოფილიყო ის ბურთი თუ არა? კი, დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. შეგდებას როგორ შეაგდო. გაიხარეთ ხალხო, ეს იყო რუბრიკა ძალა აღმართს და რუსეთს ხნავს. და რუბრიკის სტუმრები იყვნენ მართლა ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები, გიორგი ჩხაიძე, ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მაჩხანელი, მერაბ გურიგაშვილი და მათი უნიჭიერესი და ამბიციური ექიმ ტრამვატოლოგ ორთოპედი, მოქმედი ქირურგი, მარტო შენ რომ მოსულიყავი. და შენც რო კარგად იცი გამოთქვა მაგ ყველაფერს. რას მელაპარაკები?
შენც εκεί მიხურე. და გიორგი ჭუმურიძე. დიდი მადლობა.